მოგესალმებათ, კითხვები და პასუხები ჩვენ უკვე მეორე გადაცემას წერდა ხალხმა ნელ-ნელა გაგვიცნო, დაინტერესდა ამ პროექტით. ამ პროექტს ქვია კითხვები და პასუხები და ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ საქართველოს ისტორია გავხადოთ მეტად პოპულარული მოზარდებში რა და საზოგადოებაში. ამისთვის დღეს დავპატიჟე ძალიან ნიჭიერი რუსთაველი ახალგაზრდა მე-12 კლასელი აბიტურიენტი ლელა თარხნიშვილი. მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ დღეს ამ გადაცემაში ვიღებ მონაწილეობას. მეც ძალიან მოხარული ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ესე 5 წილად, იმიტომ ისე დაგახასიათა შენ ჩემმა მასწავლებელმა ქალბატონმა მაიამ. ერთი სული მაქვს, როდის ვისაუბრებთ ისტორიის შესახებ. ეხლა აგიხსნი ამ გადაცემის სტრუქტურას. 10 შეკითხვა გვექნება, ну ზოგი ღია შეკითხვა იქნება, ზოგი სავარაუდო პასუხებით. როდესაც სწორ პასუხს გასცემ და დარწმუნებული ვარ რომ გასცემ. მე უნდა ჩავშალოთ და ვისაუბროთ რა. ნახევარ პოდკასტს ვეძახი ამ გადაცემას. და თუ თქვენ გაიმარჯვებთ, მე როგორც დამარცხდეთ აი ამ წიგნს გადმოგცემ. ჩემი წიგნი არის ქართველთა ბრძოლები ქვია. 40-მდე ბრძოლა არის შეტანილი. გაერთიანებული საქართველოსთან იწყება და კრწანისის ბრძოლით მთავრდება. დიახ და კომპანია ბიბლუსმა გამოყო ეს წიგნები, 4 წიგნი ისტორიული საქართველოს ისტორიის შესახებ არის და ამასაც გაგატან სახში. მადლობა ბიბლუს დახმარებისთვის და იმედია სხვა კომპანიებიც გამოიჩენენ ინიციატივას, რადგან სჭირდება ამ პროექტს გვერდში დგომა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც არის, არა? თქვენ რას ფიქრობთ, აი, რამდენად მნიშვნელოვანი არის ზოგადად ისტორია ადამიანისთვის და ну ჩვენი ქვეყნის ისტორია ხო? აი საქართველოს ისტორია მაგალითად. აი საქართველოს ისტორია რა, აი ზოგადად ისტორია არის საჭირო, რადგან ისტორიის გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებით მომავალში. ისტორია არის მშობელი აწმყოსი და აწმყვარი მშობელი მომავლის. და ამიტომ როგორც ილიამ თქვა, ჩვენმა დიდებულმა ქართველთა ერის მამამ, შვილმა უნდა იცოდეს სად გაჩერდა მამა, რომ იქიდან დაიწყოს ღელის წევაო. ამიტომაც ისტორიის გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებით და ვერ განსაზღვრებთ მომავალს. ისტორია მუდმივად მეორდება. ეხლაც მსოფლიოში რა მოვლენებით ვითარდება, თუნდაც ირან-ამერიკის ომი. ანუ ეგ დაპირისპირება სულ იყო. ირანის ტერიტორია ისეთი მდებარეობა, რომ სულ მიმდინარეობს დაპირისპირებები. ანუ ისტორიის გარეშე ჩვენ ფაქტიურად ვერ გადავრჩებით ის, რომ საქართველო მდებარეობს ყველაზე ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ ადგილას, სადაც ყველაზე მეტი სავაჭრო გზები, ბაქო-ჯეიჰანი, მთელი ყველაფერი გადის, აბრეშუმის გზას, ევროპას და აზიას აკავშირებს ფაქტიურად და ომების და ნების გარეშე უბრალოდ არ გვეცოდინებოდა ჩვენი მომავალის და ვერც გადავრჩებოდით ბევრი გმირის გარეშე, რომელმაც იცოდნენ ისტორია და გამოიყენეს და ისე გადარჩნენ. კი ბატონო, აი ხლა სიამოვნებს რა ესეთი ახალგაზრდები რომ მოდიათ ჩემ გადაცემაში. რაღაც მასიამოვნების სახით გიყურებთ და გისმენდი რა და მადლობა ამ ყველაფრის. მართალია რა ისტორია თითოეულმა აი საქართველოს ისტორია არის ერთ-ერთი საგანი, აი ყველამ უნდა იცოდეს რა. ყველა პროფესიამ უნდა იცოდეს. ეს იქნება ფეხბურთელი, ვიდეოგრაფი, ისტორიის მასწავლებელი, მე ხოლმე ვიცოდი და ვიცოდი. ყველა აბსოლუტურად ყველამ უნდა იცოდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია რა. რომ წარსულში დაშვებული შეცდომები მომავალში აღარ დაუშვათ რა. იცვლება ისტორია მეორდება, უბრალოდ მოქმედი პირები იცვლებიან. დროჟამი არის პროსტა შეცვლილი, ადამიანები იცვლებიან და ეგ არის. კარგი, დავიწყოთ მაშინ ლელა, ერთი სული მაქვს ახლა როდის დავიწყო და როდის ვისაუბრებ ჩვენი ისტორიის შესახებ, გავაცნოთ ჩვენ საზოგადოებასაც რა. დღეს უკვე ისეთი ტექნოლოგიები არის, ესე YouTube, Facebook, TikTok, ხო? მარტივი არის, რომ ჩვენი ცოდნა თელ მასაზე გავიტანოთ რა და დავიწყოთ. პირველი შეკითხვა, დონ. აქემენიანთა ირანი კარგად იცის შენ, პირველი დაპყრობელი იმპერიული ქვეყანა იყო, რა. სატრაპიებად ყავდა დაყოფილი, დარიოსმა დაყო უკვე. დარიოს პირველი. კი ბატონო. 20 სატრაპია იყო სულ. 122-კით. დიახ. ჩვენ კოლხეთი მე რამდენი სატრაპიაში შედიოდა? მე მგონია მოიცა 19 თუ 21. დაფიქრდი კარგად. სულ 20 სატრაპი იყო მეთქი. 21 ვერ იქნება. 20 შემიშალა მაშინ. 19 იყო.
სწორია, მე-19 სატრაპია შედიოდა. და უბრალოდ ეს მინდა ყვიცოდეთ შენს და დანარჩენებაც. ყველას გონია რომ მთლიანი კოლხეთი იყო დაპყრობილი. არ იყო მთლიანი კოლხეთი. ყოველ ქართლის ნაწილი. კოლხეთის სამხრეთ ნაწილი იყო მარტო დაპყრობილი. შესული ამ სატრაპიაში. და სკოლაში გასწავლიათ რომ კოლხეთი რა. ეგრე არ იყო მთლიანი. მთლიანად ვერ მასაკ. კარგი, პირველი შეკითხვა წარმატებით გაიარე. რამე ხوار დაამატებდი ირანისა და კოლხეთის ურთიერთობაზე. აი რა გქონდა მაგალითად ჩვენ ის ვიცი რომ ირან და კოლხეთს ისეთი ვასალური დამოკიდებულება ჰქონდათ ქართლიდან აგზავნიდნენ ყოველწლიურად 500 ქალვარს და ირანის შაჰს უგზავნიდნენ რომ ესე კარგი დამოკიდებულება შეენარჩუნებინა და კოლხეთი ბოლომდე არ დაეპყროთ და ზღვენებს უგზავნიდნენ ყოველწლიურად ეს ნედლეულს ხო გადასახადით რა კი ბატონო აი მინდოდა ბოლოს გეთქვა კოჩა კაი გოგო ამიტომ ეს შრალი პასუხები არ ვიდა რა ვიცი მაიას მოსწავლეები ვართ მოკითხო მაია კარგი გადავედით ახლა შემდეგ შეკითხვაზე ჩვენი ქართლის მეფე მირიანი რომელმაც გააქრისტიანა ერი საქართველოს მაშინ არ ერქვა მაგრამ ქართველი ხალხი რა ეროვნების იყო A სპარსი B ბერძენი C სომეხი და D ოსი ქართველი არ ჩაგიწერია მე მგონი ოსი იყო სომეხი და დამავიწდა მე თქვა რა დასაწყისში შენ გაქვს ერთი ნაღდი დახმარება ოპერატორის რა შეგიძლია მიმართო და რაღაცაზე ილაპარაკო და ნუ ჩემი დახმარებაც გაქვს რა ესე იგი ალბათ ეს სადაური უნდა იყოს ახლა სომეხი დარწმუნებული ხო კი სომეხი საიდან ფიქრობ რომ სომეხია მირიანი იქიდან ვფიქრო რომ რაღაცა აი ქრისტიანობასთან თან საქართველოს სომეხის ურთიერთობას თუ გავითვალისწინებ და მდგებარეობას და ყველაფერს ყოფილიყო სომეხი ოსი ჩtildeოესთან მე მგონი ოსები ჯერ არ არიან არ ჩდებიან ასე რომ ვთქვათ პოლიტიკურ სარბიელზე და არის სომეხი იქნებოდა დანარჩენს ართული დახმარება გითხარი რომ გააქვს შანსი რომ გამოიყენო თქვა დახმარება კარგი მაშინ ვიყენებ მიმახვედე ცოტათი მაინც მიგახვედრო ცოტათი ამ გადაცემაში ამ ერზე უკვე ქონდა საუბარი ჯერ ახლა დავიწყეთ ერზე ბიზანტიელი იყო არ იქნებოდა ბიზანტიელი ვართ არ მიხსენები აბა ვინები იყვნენ რა ეს მეორე კითხვა არის ჩამონათოში ვინები იყვნენ სპარსი ბერძენი სომეხი ოსი ანუ ბიზანტია იმპერია არ მიხსენები ამ გადაცემაში თქო თორე წინა კითხვა ვის ეხებოდა ვის შესახებია ირანს მეორენაირად რას ეძახიან სასანიდური ისა კი არა და აქემენიდური არის სპარსეთი მე რა გითხარი პირველი პასუხი რა იყო სპარსი იყო დიახ სპარსი იყო მართლა პირველად გავიგე აი ხედავ ეს გადაცემა პირველად გავიგე აბა მართლა ვიცოდი ეხლა რამდენი გაიგებს ამ გადაცემას რო უყუროს პირველად სპარსი იყო და ეხლა არ გაინტერესებს ირანელებმა როგორ დასვეს მოხდა ჩვენთან როგორ მოვიდნენ აქამდე ირანელებმა დასვეს აი ხო უნდა დაგვაინტერესოს ეხლა ისტორია რა არის ვახ გაიგე ხო სპარსი საიდან მოხდა სპარსი ქართლის მეფეთა რა ეხლა გეტყვი რა მოხდა სპარსეთთან ჩვენ ომი ქონდა სომხები და ქართველები გაერთიანებული ლაშქარი დავამარცხეთ რა სპარსელებს სისხლს უშროდით ერთი პერიოდი და ბოლოს უკვე ისე იყო რომ სომეხთა მეფე ღალატით მოკლეს და უკვე ქართლისკენ მოდიოდა ასფაგური იყო მაშინ ქართლის მეფე უკანასკნელი მეფე ითვლება ფარნავაზიანთა დინასტიიდან და როდესაც წავიდა ჩtildeოეთში ჩtildeოელი ტომების ჩამოსაყვანად რომ სპარსელების წინააღმდეგ გამოეყენებინა რა აი ამ დროს გარდაიცვალა ეს ასფაგური და მემკვიდრე ვერ დატოვა რა
ერთი გოგო ყავდა და კაცი ვაჟი მემკვიდრე არ ყავდა. ეხლა დაიწყეს მსჯელობა. შეიკრიბნენ ეს ერის თავრები და დაიწყეს მსჯელობა რა გააკეთონ, როგორ გააგრძელონ ცხოვრება. ებრძოლონ სპარსელებს თუ დანებდნენ რა. და ესეთი აზრი წამოვიდა რომ მოდი ეხლა ჩვენ რომ მეფე ყავდეს ცოცხალი არ მემკვიდრე იყოსო დარჩენილიო ხო დანატოვარიო. ვიომებდით შევაკლავდით თავს, მაგრამ ეხლა ვისთვის ვიბრძოლოთ, ვისთვის ვიომოთო რა. და მოდიო შევთავაზოთ გამოგვიგზავნოს მართლა თავისი ვაჟი შევთავაზოთ ასფაგურის გოგო გავათხოვოთ მასზე და მისი ვაჟი იქნება ჩვენი მეფეო და გამოგზავნეს მირიანი 7 წლის იყო სულ რაღაც რა 7 წლის მეფე ყავდა. დი უფლისწული იყო. მაგრამ შემდეგ რა ხდება? მირიანი როდესაც იზრდებოდა დაივიწყა სპარსული და შეიყვარა ქართულიო ნელ-ნელა. თავიდან თანაბრად პატივსცემდა ორივეს, მაგრამ მთლიანად გაქართულდა. როგორც ხდება ხოლმე რა. თუ ამუღავ საქართველოში ვინ ჩამოდის ის უყურთ აკავრობა რომ მე გაქართველდებიო ხოლმე რა. აქედან ქართველები მიდიან ტოვებენ საქართველოს და სხვები ჩამოდიან. სხვები ჩამოდიან და ნუ ეს შემთხვევა ისეთი არის რომ გაამართლა მირიანის მეფობამ და რადგან აღდათ აი ნამდვილი ქართველი მეფეს გარდაიქცა ესე იგი გარდაიქმნა და პირველი ქრისტიანობაც კიდე მან მიიღო როგორც ისტორია გვეუბნება ხო და მან გააქრისტიანა ირანელების წინააღმდეგაც წავიდა ანუ ეს ირანელების წინააღმდეგაც წავიდა ზოროასტრიზმის კი ბატონო აღკვეთა დაიწყო და გაავრცელა ქართლში ქრისტიანობა. ოღონ ზოროასტრიზმის აღკვეთა დაიწყო მაშინ როდესაც ჯერ ქრისტიანობა მიღებული არ აქვს წარმოიდგინე ქართულის კეპტაყვანისმცემლობა რაც იყო ტრადიციული იმის დაბრუნება უნდადა? ის მიიღო ზოროასტრიზმის მერე საერთოდ ქრისტიანობა მიიღო რა ეს იყო ნუ მერე ეს ჩვენი დედოფალი ასპაგურის ქალბატონი გარდაიცვლება და მოიყვანს მეორე ცოლს უკვე ნანა დედოფალს რა ბიზანტიიდან კარგით დახმარება ჩემი აღარ აქვს დაგჭა და გურნია რომ გამოიყე დაგჭირდება მოკლედ ეს შეკითხვა ახლა გამოგიგზავნა ისტორიის მასწავლებელმა რუსთავიდან ჩვენი ეგეთ ჩემი კლასელი იყო მაიას მოსწავლე მარიამ ტალახაძე რა მოკლედ ახლა ხალხი იტყვის ეს მაია ვინ არის და მაია არის ოქრიაშვილი რუსთავში ისტორიის მასწავლებელი არის წლების განმავლობაში ამეცადინეს ბავშვებს და რავი შედეგიანად დაც კი რა მაია მას ფულს იხდიან კომპანიები აპიარისტის მაგრამ შენი მდენი გაკეთებული რომ გეკუთვნის მოკლედ დავიდა საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს იმ მოვლენებს, რომლებიც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფოს ასახავს. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ითამაშა ახალგაზრდების სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების აქტიურმა მონაწილეობამ. ერთ-ერთ ასეთ გამოსვლაში, რომელსაც ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა, გამოიკვეთა საქართველოს ურყევი სურვილი ევროპული ღირებულებების, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანების უფლებების დაცვისკენ. დაასახელეთ ეს პიროვნება და მე ჩავშალოთ მისი არგუმენტები. აი როდის გადაწყდა პირველ, აი როდის დადგა საკითხი პირველად? როდის რომელი არის? სადავიდეთ ევროპისკენ წავიდეთ თუ მეორე მხარეს მაგალითად საქართველოს მაგდროს მთელი ისტორიის განმავლობაში სულ მაგაზე იყო. ხო, აი პირველად როდის რა გახსენდება აი პირველად? პირველად. რავი, აზოც მახსენდება. ბიზანტია და ისიც იყო კიდე რომ ბიზანტია და ვინ იყო? სპარსეთი, ირანი. და რა იყო ეგ? ქიმიშიც რა ქვია, ფარნავაზი რომ მოვიდა, მაგდროსაც ხო იყო. არა, ბიზანტია და სპარსეთის დროს ვეძახი, ნუ ეგ პერიოდზე არის ეს შეკითხვა. და მოდი მაგაზე ვისაუბროთ, რა ხდება ამ დროს, რა სიტუაცია არის საქართველოში? საქართველოში ამ დროს ორივე საქართველოში არა, ნუ ორივე არის იმ დროისთვის ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე, ბიზანტიაც და ბიზანტია, ირანი? ხო, ბიზანტია და სპარსეთი, აღმოსავლეთში სპარსეთი, ეს რომელი საუკუნე არის? რომელი ირანი ქვიდა?
ეს ბიზანტია და სპარსეთს შორის რო ხდება ეს არჩევანი როდესაც დადგა პირველად ირანი როდის იკიდებს საქართველოში ფეხს ნუ იბერიაში ბოდიში საქართველოს ტექნიკული მე-6 საუკუნეში ხო იკიდებს? არა, ხო, მე-6 საუკუნეში უკვე 530 წლიანებში რომ იმას მეფობას აუქმებს. დიახ, მეფობა გააუქმა ხო ვახტანგ გორგასალს. ხო, ვახტანგ გორგასალის მერე გააუქმა, ხო. ბაკური იყო. და კარგი და ესე იგი მე-6 საუკუნეა, ხო? ამ დროს რა პროცესი მიმდინარეობს, ამ საუკუნეში რა მოხდა? რომელიც ცნობილი ომი არის, რო გაგრძელდა? 20 წელი გაგრძელდა. ეგრისის ომიანობა. დიდი ომიანობა ეგრისში, ხო? კი ბატონო, 20 წელი გაგრძელდა. 540-დან 562 წლამდე. 552-დან 562 წლამდე, როდესაც მიმდინარეობდა. ახლა აი ამ ბრძოლაში ეს 20 წელი დიდი პერიოდი არის, ხო? რომელ სიტუაციაში დასჭირდათ უკვე? აი მაგას გეუბნები. გუბაზ მეორე. ის რა ქვია, გუბაზი და გუბაზ მეორე. როდესაც ამ დროს გუბაზ მეორეა. ხო. თავიდან ბიზანტიის ფლობელობაში იყო, შედიოდა მაშინ ეგრისი. და ნუ ჩვენი ქვეყანა არის გაყოფილი ორ ნაწილად. დასავლეთი, ანუ ეგრისის სამეფო არის ბიზანტიისკენ. ხო და აღმოსავლეთი არის ბიზანტიის ირანისკენ და ირანის დაქვემდებარების ქვეშ არის, დაპყრობილები ვარ. მეფობა გაუქმებული არის აღმოსავლეთში. მარსპანი მარტო. კი, მან და დასავლეთში რა ხდება? იქ არის ჩორებიოდ მეფე, ეს გუბაზ მეორეა, რომ და ბიზანტიელებს აქვთ გავლენა, მაგრამ ბიზანტიელებს იმხელა დიდი გადასახადი ექნებათ, რომ გუბაზ მეორეს აღარ მოეწონება და მოისურვებს, რომ ირანისკენ გადავალეხაო. და irans დაუკავშირდება და დაუპირისპირებს, ამით შემოიყვანს თავი ირანის ჯარს და დაუპირისპირებს იქაურ ჩამდგარ ჯარს ბიზანტიასთან. ეგ არისო? გუბაზს რა ბედი ეწია, მოდი. გუბაზს 554 წელს მოკლეს. ვინ მოკლა? ბიზანტიელმა მებმა ბიზანტიისგან გამოგზავნილმა მთავრებმა მებმა. ხო. სარდლებმა. ხო, სარდლებმა. რატომ მოკლეს? იმიტომ რომ გუბაზი რომ ხედავდა რომ ვერ აკეთებდნენ თავის საქმეს, უნდა და იმპერატორთან დაეჩილა. ზედმეტი მოსდიოდა თუ. და იმპერატორთან დაეჩილა და ამათმა სარდლებმა რომ გაიგეს რომ ეს იმპერატორთან მიდისო, მოდი ჩვენ ჩაუშვებთ პირველია, ვითომ ღალატობსო რა ბიზანტიასო და ისევ ირანელების ხარეს არიანო და რომ მივიდა იმპერატორთან, გუბაზი მანამდე მიდიოდა რომ ეთქვა ის ყველაფერი რა და იმაზე ხობის წყალთან დაიბარეს. კი ბატონო, და მოკლეს. კი ბატონო. შემდეგ უკვე ეს რო გითხარით ახლა ეს პირველი შეკითხვას დაუბრუნდეთ, მოდი რა. უკვე გავიგეთ რა სიტუაცია ხდება. და რა დროს რა სიტუაციაში დაჭირდათ თქვა ეს რომ აბა ვისკენ გადავიდეთ ბიზანტიელებისკენ თუ ირანელებისკენ ფარტაზი და აიეტის აი ხო და ვინ ხო და ბიზანტიისკენ ევროპული გზა ვის ქონდა რომელს ქონდა ფარტას ქონდა ევროპული გზა ხო ეგ არის სწორი პასუხი და აიეტს ქონდა მივედით სწორი პასუხი ეს არის სწორი პასუხი არის ფარტაზი ანუ ფარტაძეც და ორივეთ არის მოხსენებული აიეტს ფარტას უნდა და ბიზანტიის ხარეს ხო ბიზანტიის უთხრათო დასაჯოს ეს სარდლებიო და ეგ ბოლო ის არის ეგ უკვე გადაწყვეტილება რომ მიიღოს უბრალოდ მაგამდე რა არგუმენტები ქონდათ ერთი მთავარი არგუმენტი სარწმუნოება გვაქვს ერთი სარწმუნოება გვაქვს და მეორე სპარსეთისგან რა საშიშროება ემუქრება დასავლეთ საქართველოს ეგრის რა სურს მაშინ ხოსროვანი შირვანი არის ხო სპარსეთის შაჰი დავისული კი და რა ფიქრები ქონდა ეკონომიკური ქონდა რომ გასავალი ჰქონოდა ის აბრეშუმის გზა უნდა და ყველაზე მთავარი რაც იყო რა ეკონომიკური და პოლიტიკური რა და მოსახლეობას რას უპირებდა მაშინ გადასახლებას აყრას და გადასახლებას უპირებდა და იქ უნდა ჩამოესახლებინათ ნუ ირანელები და სხვადასხვა ჯიშის ხალხი და თავისკენ და ეს საშიშროება როდესაც ნახავ ფარტაზე და მაგიტომ დაიწყეს უკვე ბიზანტიელებისგან და აიეტს რა არგუმენტი ქონდა რატომ არ უნდოდა ბიზანტიელების მხარეს გადასვლა თუ სწორად მახსოვს მე მგონი იმიტომ რომ ბიზანტიელებმა რას იძახდნენ მთავარ არგუმენტად
ბიზანტიელებმა გვეღალატესო, აი ისეო გამოგზავნესო? ეგა რა თქვი? რა მოხდა ბიზანტიელებს? მოგვიკლისო, მეფე მოგვიკლისო. მეფე მოგვიკლეს. ამიტომ რა განაგუბას დაუწყია ეგისა, წეღა რო იძახ დასაწყისში. ხო. ესე იგი გუბაზის სიკვდილის მკვლელობის შემდეგ მოხდა ეს ის უკვე. დაპირინდა. ეს შეკრება. ეს დარბაზი ამის შემდეგ მოიწვიეს და ეს ცხარე კამათი მიდიოდა თავისი არგუმენტებით, განა ეს ამას როლურ თამაშს უქონდა ხოლმე სკოლაში რა. და საბოლოო ჯამში გაიმარჯვა ფარტაძის დასმა რა, ასე რომ ვთქვათ. ფარტაძის მომხრეებმა, რომ ისევ ბიზანტიისკენ გადავიდნენ, რადგან უფრო საშიშროება მოდიოდა ირანისგან. მთლიანი მოსახლეობის აყრა მგონი უფრო ის არის, გენოციდი არის რა. მეფის სიკვდილი კიდე აი უკვე ის იყო, რომ იმპერატორს თხოვოთ ბიზანტიის იმპერატორს, რომ მოდი დასაჯოს კულელებიო და მეფე დაგვისვას, როგორც ახსოვს, წეთე მეორე დასვეს. ისი ძმა, გუბაზის ძმა. კი ბატონო. კარგი. ეხლა დავით აღმაშენებელზე გადავიდეთ. დავითი არის აი ჩემი უსაყვარლესი მეფე არის, რომელიც სოფლიოში პირველი არის ჩემთვის. განა იმიტომ რომ ქართველი ვარ და დავითიც ქართველი არის, არა. იმიტომ რომ აი გაჩა ჩანაკებული ქვეყნიდან აი არაფერი რო არ იყოს. დანაცეთ. და არა ხალხი გაქცეული, მეურნეობა მიტოვებული, ეს ჩვენი ჯარი მოშლილი, ყველანაირი ინსტიტუტი მოშლილი, არაფერი არ არსებობს. ეკლესიაც კი ყველამ კარგად ვიცით რომ ის უბნისის კრება ჩაატარო, გაეწმინდა რა და მთლიანად. აი ამიტომ მიყვარს ეს ყველა რეფორმა გაატარა. ხო ამდენ დანაწევრებული ეს განადგურებული ქვეყანა რეგიონში პირველი იმპერია იყო რა, რა იყო. გარშემო ყველა ჩვენი ვასალი იყო რა. ერთი საუკუნე გაძლო, წარმოიდგინე. მისმა შექმნილმა დანატოვარმა საზღვრებმა რა. და ეხლა ერთ-ერთი ბრძოლა არის, რომელიც აი გიждები ამ ბრძოლაზე. დიდი გორის ბრძოლა. არა, ეხლა დიდი გორი დაგეთ ბანალურად ხარ შემოვიდა. მოკლედ. იგი პირველი მიკროდა ამ ბრძოლაში, ეს მემატიანის სიტყვას. კახეთთან რო ბრძოლა იყო. დამაცა. ნუ ხარ ჩქარი, ხო, რაღაცა ეგეთის. იგი პირველი მიკროდა ამ ბრძოლაში, ლომივით ღრიალებდა, ამხნევებდა თავის მეომრებს. განასხვა მეფეები ვით უკან კი არ იდგნენ და უკნიდან კი არ მართავდნენ, პირველი მიდიოდა. სამი ცხენი მოუკლეს და მეოთხე ცხენი დაასრულა ეს ბრძოლა. როდესაც ცხენიდან გადმოვიდა რა, აბჯარი რომ მოიხსნა, ლიტრობით სისხლი წამოუვიდა. ეს უცბად დაჭრელებს თავის სარდლებს ეგონათ რომ მეფე დაჭრილია და მის სისხლია, მაგრამ თურმე ტრის სისხლი იყო, რადგან იმდენ ხანს იქნევდა ხმალს რომ მაჯიდან ჩაუვიდა სისხლი და აივსო რა. მოკლედ ეს ბრძოლა იყო ქართველებისთვის უმნიშვნელოვანი ამ ბრძოლაში გამარჯვება, რადგან პირველად დავეტაკეთ ღია დაპირისპირებაში. გაშლილ ველზე, რადგან როგორც ვიცით, მაქამდე და ამის შემდეგაც სულ ყოველთვის პარტიზანულ ბრძოლებს მიმართავდა. და ამ ბრძოლაში გამარჯვება იყო მნიშვნელოვანი ყველასთვის, რომ წმენა დაიბრუნეს იმისა, რომ საბოლოო ჯამში გამარჯვება ის რაც იყო დაგეგმილი, რომ საბოლოოდ უნდა გათავისუფლდეს საქართველო თურქებისგან. ამის რწმენა აი ამ ბრძოლის შემდეგ ირწმუნეს. რომელია ეს ბრძოლა? ჯერ ღია კითხვად გეტყვი, მერე თუ გინდა სავარაუდო პასუხებიდაც. სახელი აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ კახეთთან მოხდა. კახეთი როდესაც შემოიერთა, მაგას მოყვა სხვათა შორის ეს ის. თურქებთან. კარგი, მაშინ სავარაუდო პასუხებს გეტყვი. ესე იგი. დიდგორი. შემდეგი. ერწუხი. ერწუხის ბრძოლა იყო. ერწუხის ბრძოლა იყო, კი ბატონო. როდესაც კახეთი შემოიერთა, კი. პირველად მაშინ გაიქცნენ მე ეს ზოგი დიდებული კახეთის და თუ იჩივლეს რომ დაგვეხმარეთო რა და
აი ამ დროს მასე მოიქცნენ თბილისის შემოერთებისაც დროს, რომ მაშინ ხო თბილისის დიდებული ვაჭრების უხუცესთა საბჭო ხო მართავდა ამირას თბილელი ბერები. თბილელი ბერები მართავდა. და მაშინ რო გაიქცნენ ამირასთან იმესთან უბრალოდ რომ დაგვეხმარეო, რომ ეხლა ჩვენ შემოგვერთოს დავით აღმაშენებლის დროს 1122 წელს, მაშინ ხო 1122 წელს შემოერთა თბილისი და მაშინ გაიქცნენ დაგვეხმარეო, თორეო აი ესე გვავიწროებსო ესეო. მაგამდე შენ დიდგორი რომ იყო მაგას ხო არ ეძახი მე კიდე. მარა დიდგორი მაგამდე იყო კიდე. მაგამდე მაგის მერე თბილისი რო აიღო თბილისი. მაგიტო გაწყვიტო მე ყველა თითქოს. ყველა რა ვინც წინ დაუდგა რა. ხო იცი რა გააკეთა მე მან ეს ქრისტიანებისთვის რა ჩვენთვის იყო გადასახადი 6 დინარი რა. კი, ვიცი. და მათთვის 3 იყო. და დაუწია თბილისელები ამოწყვი, ანუ ისე უქნა რომ ნახევარი ამოწყვით ესეთი გავცხარებული იყო. ვინც წინააღმდეგობა გაუწია ყველა სასტიკად. ხო, და მე რომ მიხვდა რომ რა გააკეთა და რო ცუდად მოიქცა რომ ეს თბილისი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გზა და სჭირდებოდა იქ ხალხი ვინც იყვნენ ეკონომიკის ასაღორძინებლად და გასანვითარებლად, მაგიტო დაუწია ბოლომდე გადასახადები რომ არ გამოეწვია უკმაყოფილება და კიდე მოთაფლა რა. ხო და კიდე სხვა ისინიც მისცა მეგონი აღსარებლობის უფლებაც მისცა თბილისელ მუსლიმანებს და ყველანაირი კომფორტი შეუქმნა. ეხლა შენ წარმოედგინე დავით რადონეს ჭკვიანი 4 თეამდენი საუკუნის გამწლების განმავლობაში თბილისი დაკარგული იყო, ამირა მართავდა, ნუ მთელი ეს პერიოდი, ნუ ბოლოს იყო უკვე თბილელი ბერები, მაგრამ ეხლა მთელი ნახევარზე მეტი გამოსლიმებული იყო ხო მოსახლეობის. და ამიტომ რომ შეენარჩუნებინა, დაუწია გადასახადი და მოთაფლა, ამას ვეძახი მოსყიდვას რა. ჭკვიანი კაცი იყო. ხო, ეხლა რთულია, ეგრევე რომ ამხელა ამდენი წლის მერე რომ დაიბრუნო რა. კარგით, ნუ სწორი პასუხია ერწუხის ბრძოლა და ამ ბრძოლის შემდეგ უკვე ქართველმა იწამა რომ შეეგვიძლია ჩვენ ამათი დამარცხება და მოტივირებულები და მე დაიწყეს ხო სამშვილდე და დავიბრუნეთ რუსთავი დავიბრუნეთ გიშილორე და რავი რა ყველა აკვანში ვეკლავდნენ პირდაპირ თურქს. კი ბატონო, ყველას ხოცავდნენ რა, ყველას ერთი არ უნდა გამრავლებულიყო. კარგით. გადავიდეთ ახლა უკვე თამარ მეფის ეპოქაზე მივიდეთ, ესეც საინტერესო ამბავი არის, ყურთლუ არსლანის დასის გამოსვლაზე. ისტორიაში პირველად რომ მოხდა ესეთი ნუ ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც აპირებდნენ უკვე ნუ პარლამენტის შეზღუდვას და მეფის ხელისუფლება, ნუ ეგ შეკითხვა არის ესეთი. ყურთლუ არსლანის დასის გამოცვლა ჩვენ კარგად იცი. რა იყო მათი მოთხოვნა. მათი მოთხოვნა ის იყო, რომ მეფის ხელისუფლება მეფეს დარჩენოდა მხოლოდ აღმასრულებელი და თვითონ საკანონმდებლო. თვითონ გადაწყვეტდნენ, ვის მოხსნიდნენ, ვის დანიშნავდნენ, ვის შეიწყალებდნენ, გადასახადებსაც თვითონად დააწესებენ და მეფეს დარჩებოდა მხოლოდ აღმასრულებელი. ისინი დაამტკიცებდნენ კანონებს და მეფეს უნდა მოეწერა უბრალოდ ხელი. მეტი არაფერი არ უნდა გაეკეთებინა. სწორი არის მათი მეფის ხელისუფლების შეზღუდვა. ხო, სურდათ, მაგრამ ვერ გამოვიდეთ, იმიტომ რომ თამარმა ერთღამეს შემთხვევით ყუთლუ არსლანი დაიჭირა და დარჩა ეს დასი და მერე როგორც მახსოვს კრავაი ჯაყელი და მეორე ხოშაკ ცოქალი მიუგზავნა ორი იმ კაცებს რომ დაეწყნარებინათ და ესე გამოვიდნენ ჩაბარებულები. რომელ წელს აიღეს ოსმალებმა კონსტანტინოპოლი? 1453 წელს. და რა მეორე შეკითხვა გამას რა გავლენა მოახდინა ჩვენზე რა სიტუაციაში გავიქცეთ იმას თუ არ ჩავთვლით მსოფლიოში რა გავლენებიც გამოიწვია საქართველოშიც ძალიან დიდი გავლენა იქონია რადგან კონსტანტინოპოლი როგორც ითვლებოდა ქრისტიანობის მეორე იერუსალიმად ითვლებოდა და სადაც იჯდა მსოფლიო პატრიარქი და ჩვენც ახლა ქრისტიანული ქვეყანა ვართ და უცბად კონსტანტინოპოლი დაეცა, რომელიც ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო ხოლმე დიდი მტრების დროს, როცა საქართველოს მოადგენდნენ ხოლმე ეს დიდი მტრები რა. ერთ-ერთი ვინ გვიჭერდა მხარს, ვინც უკან გვედგა, ის უკან გვედგა ბიზანტია.
და ანუ მაგასთან უფრო კარგი დამოკიდებულება გქონდა ხოლმე რა. ეს ნათესაობებს რო ვაგზავნიდით, ის მართა დედოფალი, ისა რო ვაგზავნიდით და უფრო კარგი დამოკიდებულება გქონდა და აი კონსტანტინოპოლის დაცემით აი ჩემი აზრით მთელ აღმოსავლეთში ერთადერთი მართლმადიდებლები და ქრისტიანები დავრჩით ჩვენ. აი მაგის ეგ პასუხი მინდოდა გარშემო რა ხდება ჩვენ გარშემო. მთლიანად ოსმალები მუსლიმურ კალში. ხო, მუსლიმები არის, ოსმალები, ირანი და ასე და მე ხო გაიყეს და 1590 წელს და მზავები რო იდება და საქართველოს ცოცხლად გაიყვეს, რასაც ქვია ოსმალეთსა და ირანს. ირა ეგ 1555 წელს მოხდა ამასის მზავი რო დაიდოთ. ნუ გადავედით შემდეგ შეკითხვაზე. ვინ ითვლება გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელ მეფედ? გიორგი მერვე ითვლება გაერთიანებული საქართველოს. რომელიც შემდეგ გადავიდა კახეთში და გახდა გიორგი პირველი. მერე გაატარა ისეთი რეფორმები გაატარა, რომ ანუ სამხედრო ადმინისტრაციული ერთეულებად გაყო. ხონდა ეს სამხედრო შენაერთები იყო. და ეპისკოპოსები დაუყენეს სათავეში, რომ გაეძლიერებინა იმათ ხო ახლა სხვა საგზუნავი არ აქვს ქვეყნის გარდა და ამით გააძლიერა მე გიორგი პირველმა კახეთს. საქართველოს ისტორიაში მოდი სანამ შეკითხვაზე გავდავალთ, შავი ლაქები არსებობს რა. ახლა დაფიქრდი და აი რომელი შავი ლაქები ხდება უკვე? აი მე ყველაზე ესეთი ხმაურიანი შავი ლაქა და ყველაზე გამოსაჩენი ჩემთვის ბაღვაშები იყვნენ. კალდეკარის ერისთავები. და ამირას ლიპარიტ ბაღვაში რომ მართალი იყო რაღაცა. ამირა რო გაათავისუფლა, მან აქვია. ამირა კი ალყა მოხსნა თბილისში. და დაუკითხავა. და როგორი 2 წელი იბრძვი, შეთანხმებული ხარ რაღაცა საკითხზე და ბრახ და უშენოდ მე იმას აკვნა რა ქვია, წავიდე და კამერები წავიღო რა. შემოდიხარ გადასაღებად და კამერები აღარ აგე. რა ხდება თუ? ეხლა და მიდი ეხლა გაუბოროტო და მე და დაიწყო მაგის წინააღმდეგ ბრძოლა. მე გადავიდა ბიზანტიელების მხარეს და თან ძალაუფლება მეფეზე დიდი ქონდა სხვათაშორის. კალდეკარისის ქონდა მთლიანი. მაშინ მეფე ჩვენი იყო, მარტო აფხაზდა მეფე იყო, მეტი რა ტყვეთას ყიდვა არ არის ლაქა? კი. საქართველოს ისტორიაში. სოლომონ პირველმა რო გაატარა შემდეგ რეფორმები და რო აუგრძალა ოსმალეთს რო ამაზე საშინელება ქვეყანაზე რავი არაფერი არ არსებობს. ისეთი გაჭირვება იყო წარმოიდგინე რომ თავის ება დედა გაყიდა იცი ცოტა მე ზუსტი პერიოდი ეგრე მითხრეს და კაცმა დედა გაყიდა რომ ის როგორი იქ უკეთესად იქნებ შვილებს ყიდა ისეთი ძალიან გაჭირვება იყო ეკონომიკურად იყო დაცემული მაგრამ ახლა ეს ყველას ყიდვა რა ხდება ამაში არის ყველა ჩართული ამ იმას ხდელი მეფე ყველა ვაჭრობს მაგით იმიტომ რომ სარგებელი იპოვა ყველა და როგორია ახლა რა ხდება ხო გენოციდია ქვეყნის წარმოიდგინე ახლა თელი ახალგაზრდობა რო გაზიდვა ჯარი აღარ აკავს აღარ ჯარს თავი დაანები ბავშვები მიყავთ წარმოიდგინე ის ფესვებსაც ხეს ფესვები მოუთხარო იგივეა რა ახლა ის მოხუცებულები გარდაიცვლებიან წავლენ იმ ქვეყნად და ეს ბავშვებიც რო აღარ იქნება ბავშვებიც რო არ არიან უკვე გოლი წყდება ხო აი ამ ხელა წარმოიდგინე რამ ხელა ის აღკვეთა სოლომონ პირველმა რა იმ ერთა მეფემ და შეკითხვა არის ესეთი ახლა ნუ პასუხეთ უკვე მარტივი შეკითხვა მქონდა რომელმა მეფემ გაბედა და დაუპირისპირდა ამ უმსგავსობას მეთქია სოლომონ პირველმა ნუ ამაზე უფრო ლაპარაკი მინდოდა რა ნუ ამას ქვეყნის გენოციდს დავარქმევ და სხვათა შორის რომელიც ნობელი ბრძოლა არის თუ გაგავლილი შენ ხრესლის ბრძოლა 1757 წელს მოხდა როგორც თუ შენ აღკვეთეო წარმოიდგინე ოსმალებმა გამოგზავნეს ლაშქარი და ქართველები დაუდგნენ წინ რა ქვია ახალციხეში დახვდნენ მისი პაპა სოლომონ მეფის პაპა წარმოიდგინე აბაშიძე ლევან აბაშიძე და კახეთის რაჭის ერისთავი როსტომი რა და ოსმალებს მოაცილებენ გზასასწაულიან ხვდები ხო უკვე რამხელა თავისი პირველად როცა ტახტზე ავიდა და გადაწყვიტა რომ აეკრძალა თავისი ბაბუა იმერეთში წინააღმდეგებოდა დედამისი ბიძები მთელი ოჯახი დაუპირისპირდა
და რამხელა გამბედაობა უნდა კონდეს, რამხელა ძალა შეებრძოლო და ეს ხო ეხლა მარტო ვერ შეძლებ ამას და რა გააკეთა მოიმხო ფიცის კაცნი. გაგიგია ფიცის კაცნის შესახებ. ეს გვარიშვილები ესენი რა ქვია სხვადასხვები რა ურთქმელიძეები, გრიგალაშვილები, მესხები და 10 გვარის წარმომადგენელი არის. არავინ უარ გამომჩეს. არ ეწყინოთ მერე მათ დანატოვარს. შეკრიბა ეს თავისი ერთგული ფიცი დადეს, რომ ყველაფერს იზავდნენ, რომ ეს აღეკვეცათ ოსმალობა აღეკვეცათ საქართველოში ეს ტყვეთას ყიდვა და მეფის გამო რომ თავს შეაკლავდნენ რა. და მართლაც 1757 წელს გავიმარჯვეთ ამ ცნობილ ხრესილის ბრძოლაში. მეორე დიდგორსაც ეძახიან ამაში. ძალიან მნიშვნელოვანი აქ რომ დავმარცხებული ყავი ჩათვალეთ რომ ოსმალები გაიტანდნენ თავისას და ისევ გაგრძელდებოდა ტყვეთას ყიდვა რა. ისე სულ რას უკვირდები იცით რომ ასეთ გაჭირვების დროს რომ გამოგვიგზავნეს ხოლმე რა ღმერთი ერთ კაცს გამოგვიგზავნეს და მიანდავს მთელ ბედს. კი ბატონო ზუსტად ერთ-ერთი ეგრე არის რა. კი ამ ბრძოლაში იყო კიდე ერთი გმირის გეტყვი მაშინ ხრესილის ბრძოლა თუ არის 5-უნია შარვაშიძე იყო აფხაზთან მთავარი იყო რა 78 წლის კაცი იყო მოხუცებული 16 ოსმალო მოკლა ამ ბრძოლაში და ბოლოს თვითონაც გარდაიცვალა რა და თუ 78 წლის იყო და 16 მტერი განგმირა ელ რამხეიმა ზალა როგორი გაიქნოდა რამხელა ბრძოლის ხელოვნება ქონდა და ეგეც ხო არა და მეორე კიდე ის არის რა ჟილკა არის რომ თავისთან ახალგაზრდებს ახლა ეშინი ამ ხელა მტერს რო ნახავს და ეუბნება რომ ჩვენი მტერი ბევრი არისო რა ხელა და დიდი ბალახის მოჭრა უფრო მარტივია და რაღაც ესეთი გამონათქვამებით და ზოგს იუმორით ზოგს სერიოზული გამხნევა რა და ფაქტის სახელზე გაიმარჯვა ჩვენმა ქვეყანამ ნუ ახლა საბოლოოდ არა მაინც არ აღიკვეცა ეს ტყვეთას ყიდვა მაგრამ ეს ოფიციალური სახე აღარ ქონდა რა ჩვეულებრივი მოვლენა იყო რა გამოხვიდოდი შენ რაღაც მინდურში და მოგტაცებდნენ შვილს და წაიყვანდი ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ეს ოფიციალური მოსალში ლეკები რო იყო კი ბატონო ლეკი კიდე ის რა არის კაი ჩვენი უცხო არის და ეს უფრო ის მეზობელი რო შვილს გაგიყიდეს მერავის ვერ ენდობი რა ეს უკვე უფრო რაღაცნაირი ის საქართველოში კი ბატონო ხო ეგ სერიო პერიოდია ბოლო კითხვა არის ეს არის უკვე მაყურებლის დასმული შეკითხვა ესეთი რუბრიკა გვაქვს რა რომ კომენტარებში დაგვიწერენ კითხვას საუკეთესო კითხვას ავარჩევთ ხოლმე და ჩვენ გადაცემის მონაწილეს უსვამთ და ეს ძალიან მომეწონა ნუ რადევ შავყუთის სტილში არის რა შავყუთში დევს ნიუთი ნუ შავი ყუთი არა გვაქვს რომლის მასობრივი წარმოება საქართველოში მე-18 საუკუნის 60-იან წლებში ერეკლე მეორის ინიციატივით დაიწყო. მანამდე ეს პროდუქტი მხოლოდ უცხოეთიდან შემოდიოდა, რის გამოც ის ფუფუნების საგნად ითვლებოდა და მის ნაცვლად ქართველები საყოფაცხოვრებო პირობებში ტყავს ან გაქონილ ქაღალდს იყენებდნენ. ერეკლემ თბილისში რიყეზე საგანგებოდ მოწვეული უცხოელი ოსტატების დახმარებით გახსნა საწარმო რომლის პროდუქციასაც ხალხმა ერეკლესეული შეარქვა. ეს ნივთი ერთდროულად სიმბოლო იყო სინათლისა, სისუფთავისას და ევროპული ცივილიზაციისა. დღეს ის ყველა თქვენგანის ოჯახში არის და მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. თუმცა მაშინდელი ეგზემპლარები მუზეუმის ვიტრინეს ამშვენებს. რა არის ეს ნივთი? საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელსაც ყოველ წამს, ყოველ დრო, ყოველ წუთს ვიყენებთ. 1860-იანი წლებიდან შემოდიოდა უცხოეთიდან. მანამდე ტყავს ან გაქონილ ქაღალდს რაში გამოიყენებდნენ? ზედ ვერ დაწერდნენ ქაღალდი რო თქვა, ქაღალდი იყო. არა, გაქონილ რატო რომ იმან არ გაატაროს რაღაცა შიგნით. საყოფაცხოვრებო საყოფაცხოვრებო იყენებდნენ. მინა?
მინა რა მინის რა მინა მინა ანუ ფანჯრების ადგილი არის. საყოფაცხოვრებელი ხო, საყოფაცხოვრებელი ჭიქა რა ვიცი მინი რა მინის გარშე რავი არ შეგვიძლია ცხოვრება. მინა? რა არის ორი პასუხი? Sorry. Sorry პასუხია. ვიტრინე, გაქონილი ქაღალდს იყენებდნენო და ანუ გაქონილი ქაღალდზე ვერ დაწერდნენ და სადღაც ხომ და იცი რა გავიხსენე? ადრე რომ აფარებდნენ ხოლმე ფანჯრებს, იმებს, რაღაცებს რომ ბარავდნენ, მაგით და მე ყავით. საყოფაცხოვრებელს ჭიქა. ჭიქა ხო და მე ჭიქას დავხენე. თავიდან იყო რა მოლურჯოფერი სქელი შუშა იყო რა და მინა მანამდე ჩვენთან არ წარმოებდა? ამ დროს უკვე პატარ-პატარა მანუფაქტორები გახსნა უკვე რომ ეკონომიკაც განვითარებული იყო და მანამდე არ იყო? მინა? ხო. მინა იყო ზოგადად როგორ არ იყო? საქართველოში არ წარმოებდა და შემოდიოდა ევროპიდან და ძველი იყო. ხო არის აღმოჩენილი ბერძნული კოლონიზაციის არა ძველები არის კაცო. ის სასუნელების და იმების კი არა ძველი დროს მინა სულები. მოკლედ სწორი პასუხი არის მე ცოტა აზარს მისცემდა თქო და ეგრევე მინა. მადლობა დღევანდელი დღისთვის. აბა როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვა. პირველად ახარ ჩვენც პირველად შევხვდით ერთმანეთს და ესეც რა სიტყვი ამ პროექტზე. დღევანდელ დღეზე. აბა როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვა თან მიდუმეტე შენ ხან სადადი ხარ და 1000 პროექტებში გაქვს მონაწილეობა. ჩემი აზრით ანუ ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ეხლა ასე დებატებში უფრო კარგად ვიმახსოვრებ, თან გამოვიყენებ ჩემი ეროვნულების დისკუსიაში. კარგად ვიმახსოვრებ და ანუ ესე ვინ ვითარებ მე აზროვნებას, ანალიტიკურ აზროვნებას. თორე შეიძლება რაღაც მომენტში გავიჭედოთ სადღაც და ვერ გავიხსენოთ რაღაცა მოვლენა, მაგრამ იქ რო ვიყავი იმ გადაცემაში. ხო, აი რაღაცა რო იყო, აი იმას გავიხსენებდა. ძალიან მოწონს ისეთი პროექტები, ისეთი რაღაცები, იმიტომ რომ ეხლა მაყურებლები ამას როგორ უყურებენ რა, ისინიც არიან ჩართულები, ფიქრობენ, ანალიზებენ, ისინიც იმახსოვრებენ რა სიტყვის სხვა და აი რაღაც თუ მოეწონათ ყურში, აი სხვისი გაგონილი უფრო დიდხანს გამახსოვრდება ხან თითქოს რა. აი რაღაც ისე ზღაპრად მონაყოლი შეიძლება ძალიან სერიოზული ისტორია მოგიყვეს ვიღაცამ ზღაპრად და აი დაგამახსოვდეს რა. ხო, აი ჩაქრჩეს და რაღაცაში გამოგადგეს და ამიტომ აი ძალიან მომწონს ესეთი პროექტები და მადლობელი ვარ დღევანდელი დღისთვის. მეც დასიამოვნები დარჩი. ძალიან გამიხარდა რომ ესეთი კარგი გადაცემა გამოვიდა რა. საინტერესო რაც თავარია მოზარდებისთვისაც, უფროსებისთვის, ყველასთვის რა. და კარგად მოსაუბრე, ახალგაზრდა ბრძანდები, დიდი მომავალი გაქვს, წარმატებას გისურვებთ ეროვნულ გამოცდებზე. იმედია დღეს მიღებული ცოდნა იყო რაღაცები რაც აქამდე არ იცოდი, რომელიც გაგყვება და გამოგადგება. შემდეგ ჩვენ გადაცემებსაც უყურეთ ხოლმე. აუცილებლად. და ჩვენი წიგნებიც გადმოგცეთ საჩუქრით. რა ეს არის? ჩემი წიგნი ქართველთა ბრძოლები, რომელსაც გაძლევდი ისედაც, რომ წაგეგო მოგეგო და მადლობა. ეს კიდე ბიბლუსის საჩუქარი, ეს 4 წიგნი შენი არის, ქართული ისტორიაზე არის, ეს კაკუცაზე, მოკლედ საქართველოს ისტორიის შესახებ არის და მე როცა დრო გექნება, ახლა არ ამგონია ამის დრო ბევრი კონდეს, მაგრამ რაცა დრო გექნება, წაიკითხე და კიდე ბევრ ამას გაიგებ რა. აბა დავიმშვიდობა ჩვენ მაყურებელს, რას ეთყოდი? ჩვენ იმას ვეთყოდი, რომ წარსული უნდა ვიცოდეთ, რათან განსაზღვროთ მომავალი. ამიტომ არასოდეს არ შევწყვიტოთ განვითარება, ყოველთვის ვიცოდეთ წარსულის შეცდომები და ამით განსაზღვროთ მომავალი. ამ პროექტს რას უსურვებდი? წარმატებას და უსურვებდი, რომ სპონსორი იპოვოს, რომ უფრო განვითარდეს და უფრო მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს და აი, უფრო ცნობილი გახდეს რა. კი ბატონო და მეტი საჩუქრები გავატაროთ რა. კი, გასაგებია წიგნი, ძალიან ძვირფასი საჩუქარია, მაგრამ არ ექნებოდა ცუდი, ახლა ელექტრონული წიგნი გადმომეცა უსასმენები და ასე მიკროფონი, მიკროფონი მივეცდა რა, მაგრამ ის ჩვენი ხარჯებით იყო და მოკლედ გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ვიდეო და დათქვით ესეთი მოზარდებით რა.
მე ეძახით ახალი თაობა არ ვარგა როგორ არ ვარგა უბრალოდ ამათ უნდათ გვერდში დგომა უნდა დაუდგეთ სულ ყველა გვერდში თითით შეგვეძლება და ეს პროექტი კიდე აძლევს იმის საშუალებას რომ ფართო საზოგადოებაზე გავიდეთ რომ გახვიდეთ არა და იმედია რომ ვიღაცები დაინტერესდებიან რა ეს ეროვნული საქმე გეცდება მადლობა ნახვამდის ამა ნახვამდის. კარგად ზანდებოდეთ